ღმერთი ერთადერთი მნიშვნელობით ეხება ადამიანს, რომ მოკლედ მისი სული გამოაღვიძოს. ტაძარში დარჩენა და გაცლება და ამ სირთულეებზე როგორ გაცილებით ადვილი ადამიანი მოხვიდა ეკლესიაში, მაგრამ ამაზე უფრო მეტად რთულია დარჩი ადამიანი ეკლესიაში. ღმერთი უკეთესად ხედავს ადამიანის ცხოვრებას და ადამიანის გულს და ეხება იმ დროს, როდესაც მისთვის არის ყველაზე საუკეთესო დრო. აი პირველი სულიერი კრიზისი როდის დგება და განსაცდელები სულიერ ცხოვრებაში. ის შინაგანი ბრძოლა, რომელიც ადამიანმა ეგოიზმთან უნდა გაიმარჯვა და ყველაზე მტკივნეული ბრძოლაა, შემდეგ ამას გადადებდა, მოკლედ გამოდიხარ გარეთ და ყველა მტერი ხდება თითქოს ამ დროს და ეს ბრძოლა არის აი ეს კრიზისი, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და აი ამ გარეგნულში უფრო იტარგება ადამიანი საბოლოო ჯამში ვიდრე შინაგანში და აი ზუსტად იქ მე უკვე კრიზისი როცა დგება ეგოიზმთან ბრძოლაში ეს გარეგნული ვეღარაფერში გეხმარება და რჩები შენ თავთან და ხვდები რომ უძლური ხარ. თუ კი მოვდივართ ეკლესიაში, მაშინ აი ჩვენ უნდა ვეძებოთ ქრისტე. ანუ რისთვის არის ეკლესია და რისთვის უნდა მოდიოდეს ადამიანი სინამდვილეში. როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ, თავარი არის ის, რომ ადამიანმა ისწავლოს სულიერი ცხოვრება, რომ შენ გაქვს სული, რომელიც არის მოკლედ მას აქვს თავის ისტორია და მას სჭირდება აღზრდა. ვიძახთ ხოლმე ქრისტე გინდა, ანუ ღმერთი გინდა, სულიწმინდის მადლი გინდა, ანუ ეს ყველაფერი ამისთვის იბრძოლებ, ეს ყველაფერი გინდა და